საუბარი დავიწყოთ მოდით ტრადიციულად ორჟაბათის რუბრიკით ჩვენი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგით და ვთქვათ რომ კვირას ახალი სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველი ტიტული გათამაშდა და იგი საქართველოს პოსტას ერგო კორპორატიული ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს მოქმედი თასის მფლობელი ნატახტარი და საქართველოს პოსტა დაუპირისპირდნენ. 1-1 დასრულდა ეს მატჩი და 17-იანების სერიაში გადაწყვიტა უკვე ბედია დაპირისპირებამ საფეხბურთო იღბალი მოკლედ პოსტალიონების მხარეს აღმოჩნდა. შეეხება სუპერლიგა B-ს უკვე აქ უკვე იყო მეოთხედფინალური დაპირისპირებები და ფინალური ეტაპის მესამე გადამწყვეტი შეხვედრები. იცი სამინისტრო დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდმა უნიკრედიტი ზედიზედ მეორე დაამარცხა ნახევარფინალში და მოიპოვა თამაშის უფლება სწორედ მომდევნო სტადიაზე, ისევე როგორც კასპის გენერალმა, რომელმაც ფავორიტად შერაცხულ ვილუს 17-იანების სერიაში აჯობა. ამრიგად სუპერლიგა B-ს ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყებდნენ. პრევენციის ცენტრი ევროკრედიტს დაუპირისპირდება, ხოლო გენერალი ჯორჯიან მანგანე ჭიათურის გუნდთან იბრძოლებს ფინალის საგზურისთვის. ნახევარფინალში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გაირკვევა. ანუ ორ მატჩიანი იქნება ეს დაპირისპირება. ნუ ხედავთ როგორი დრამატული იყო. აუ ეს არ აღნიშნავენ ჩვენი ფეხბურთელები კონსოლიტანტა რომ მოვუგოთ შოტლანდიას რომ მოვუგოთ ეს არ გახარებოდა. აქ მინაშვილის ისქნაოდა კარგი ის არის ხმა. გოლი გავიტანეთ. გოლი იყო პენალტების სერიაში გადაწყვეტა. პენალტების სერიაში. ასე რომ გადამწყვეტი პენალტი იყო ამ შემთხვევაში.